მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი არხის გამოწერისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის, თითოეული ლაიქისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც ვატრიალებთ ჩემს არხზე. აქვე მინდა გთხოვოთ, ვისაც არ გამოუწერია ჩემი არხი, გამოიწერეთ, დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარები, ამით მე მომეცემა мотивация, რომ განვაგრძო ახალი ვიდეოების ჩაწერა. და ეს იქნება ჩემთვის ერთგვარი სტიმული. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა კი იქნება ვინ გადევნებთ ფარულად თვალყურს. ვინ გადევნებთ ფარულად თვალყურს, ვინ ინტერესდება თქვენი ცხოვრებით. ვინ არის ეს? ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ჩაფხაუჭებულია მატერიალურ კეთილდღეობას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მატერიალური სარგებელი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გარკვეულ ილუზიებში, რომელსაც უყვარს გამარჯვებები, რომელიც მატერიალისტი არის, უფრო მატერიალურ კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული. კიდე როგორი ადამიანია ეს, ვინც ფარულად ადევნებს თვალყურს ჩემს არხის სტუმრებს. ეს არის ქალბატონი, სხვათა შორის ქალბატონი, რომელიც არის ძალიან ცივი, ძალიან შესაძლოა უხეში, რომელსაც შესაძლოა გარკვეული ტკივილები ქონდეს სიყვარულში, რომელიც შესაძლოა იყოს ან ქვრივი, ან გაწყვეტილი ქონდეს ურთიერთობა მამაკაცთან, განქორწინებული იყოს და რომლისთვისაც ეს მატერიალური სარგებელი, მატერიალური სიკეთეები არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ძალიან ენამწარე, შესაძლოა რაღაც მაგიურ პრაქტიკებსაც მიმართავდეს ეს ადამიანი და მოკლედ ძლიერი და ამავდროულად საშიში ქალი. კიდევ როგორი ადამიანია ის, ვინც უთოთვალებს ჩემს მაყურებელს. ადამიანი, რომელიც ახლა ამჟამად არის გარკვეულ სიტუაციაში, აქვს გარკვეული წარუმატებლობები პირად ცხოვრებაში, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაკლისები ცხოვრებაში და არის, ესე ვთქვათ, გაბროტებული და არაეკოლოგიური გზებით ცდილობს მატერიალური სიკეთეების და სარგებლის მოხვეჭას და რა მიზანი აქვს ამ ადამიანს, რა მიზანი აქვს, რატო უთვალთვალებს, ვინ არის ეს ადამიანი, რა მიზანი აქვს, რატო უთვალთვალებს ჩემს მაყურებელს. შესაძლოა არ მოსწონდეს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ახლა თქვენ ხართ, შესაძლოა სოციალურ ქსელებში ნდებთ რაიმე ისეც, რაც აფიქრებინებს, რომ თქვენ ახლა კარგად ხართ, რაღაც მფარველობის ქვეშ ხართ, სამყაროს ზრუნავშან თქვენზე, რაღაცა მარტივად შემოგდით ცხოვრებაში, რაღაც სიკეთებს ესე ფიქრობდეს, რაღაც გამარჯვებული ხართ და არ მოსწონთ ეს თქვენი აყვავილება, ესე ვთქვათ, რასაც ის ხედავს სოციალური ქსელებით და რაც ესმის მას თქვენზე. რაღაცა ჯიბრში გიდგათ ეს ადამიანი და რა უნდა საერთო ჯამში? რატო აკეთებს ამას? შესაძლოა იყოს ჰაერისტიქია, უნდა რომ დაგინახოთ გასაცოდავებული, დაბეჭავებული, ესე ვთქვათ,
ძველი, მაგრამ კარგად შეესაბამება ამ სიტუაციას ეს სიტყვა, რაღაც უნდა რომ არ გქონდეთ ის კეთილდღეობა, რაც დღეს გააქვთ, ის ესე ვთქვათ, თვითკმარობა, ის მატერიალური სიკეთები, რაც დღეს გაქვთ და უნდა რომ უკუღმა დატრიალდეს თქვენი ცხოვრება და ასევე არ უნდა რომ სიყვარულში გაგიმართლოთ და ამ კუთხით იყოთ ბედნიერი, არ ვიცი, შესაძლოა ეს ადამიანი თქვენ საყვარელ ადამიანთან იყოს კავშირში, რომლის გამოც ერთ დროს თქვენმა ადამიანმა თქვენზე გააკეთა, ესე ვთქვათ, არჩევანი. კარგი, ეს ქალი გავიგეთ, ეს ქალბატონი. ეხლა მაინტერესებს კიდევ ვინ უთვალთვალებს ჩემს მაყურებელს. კიდევ უთვალთვალებს ჩემს მაყურებელს იმპერატორი, ადამიანი წარსულიდან, რომელსაც აკავშირებს თქვენთან თბილი მოგონებები, ადამიანი, რომელიც არის ძლიერი, ძალაუფლების მოყვარული, შესაძლოა ქონდეს გარკვეული წარმატებები ცხოვრებაში, ქონდეს გარკვეული პოზიცია, პატივსცემდნენ საზოგადოებაში, იყოს ძალაუფლების მოყვარული, მიწაზე იდგეს მყარად, ქონდეს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, არიგებდეს ხალხს ჭკუას, ზეგავლენა ქონდეს გარკვეულ წრეზე ადამიანების, რომელმაც ბევრი იშრომა და ეხლა იმკის თავის, ესე ვთქვათ, წარმატების შედეგებს, ესე ვთქვათ. ადამიანი, რომელიც არის თქვენი წარსულიდან, რომელსაც ახსენდება თქვენთან ერთად გატარებული თბილი მოგონებები, კიდე როგორი ადამიანია ეს, ვინც უყურებს და ადამიანი, რომელიც ახლა არის ძალიან გაცილებული, მკაცრად იცავს თავის საზღვრებს, შესაძლოა არ გამოდიოდეს კონტაქტზე, გაწყვეტილი ქონდეს თქვენთან ურთიერთობა, იყოს გაურკვევლობაში, არ იცის, ბუნდოვანება არის ამ ურთიერთობაში და ეს პიროვნება არის ისეთი, რომ ზუსტად უნდა იცოდეს რასელის ურთიერთობისგან, რომ დაიხარჯოს და ვინაიდან ამჟამად არის ბუნდოვანება და თქვენ მისთვის შესაძლოა იყოთ ფარული ქალი, ამ წუთას არის ფიქრებში, ანალიზში, რამდენად უღირს თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ ახსენდებით, გადევნეთ თვალყურს, როგორც სოციალურ ქსელებში ინტერესდება თქვენი ცხოვრებით, როგორ ხართ, რანაირად ხართ, სრულყოფილად ვერ იღებს ინფორმაციას და შესაძლოა ეს იწვევდეს მასში გარკვეულ ფიქრებს, ვერ იღებს ინფორმაციას და უნდა რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს და ეს იწვევს მასში ბუნდოვანებას ნეტა, რა შვებით, როგორ ხართ, რანაირად ხართ და ვითომ, თუმცა აჩვენებს, რომ თითქოს სულერთია ყველაფერი მისთვის, თითქოს დიდად არ საინტერესებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ მოჩვენებითი. ვინაიდან ეს ადამიანი მარტივად არ გამოხატავს თავის ემოციებს, ესეთი პიროვნება არის, მარტივად არ აფრქვევს სიტყვებს, არის რაციონალური გონების მოაზროვნე ადამიანი და რატო ადევნებს თვალყურს? რატო ადევნებს თვალყურს? აი კიდევ და კიდევ გავიმეორებ, ვითომ ისთვის სულ ერთია ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში სულ ერთი არ არის ამ წუთას, გაჩერებულია რაღაც ფიქრებში, ემოციებშია, თავის თავთან არის, აანალიზებს ყველაფერს, ფიქრობს უღირს თუ არა გააგრძელოს ურთიერთობა, გრძნობები აქვს. შეხედეთ რა ლამაზი არკანია, 10-იან თასები მეტი, რა ვიცი, რა უნდა გითხრას რომ გრძნობები აქვს, აინტერესებთ, სერიოზულად ფიქრობთ თქვენზე, წარმოუდგენია თქვენთან ოჯახი, ამაზე უფიქრია ბევრი და პასუხი თუ რატო ვაკეთებს ამას, იმიტომ რომ გრძნობები აქვს, მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მისთვის, სერიოზულად აღიქვავთ. თუ გრძნობები აქვს, თუ ესე უთვალთვალებს, თუ მნიშვნელოვანი ადამიანია მისთვის, მაშინ რატომ არ დგავს ნაბიჯებს? მოდი ესეც ვკითხოთ.
გადმოდგავს აუცილებლად ნაბიჯებს, ვინაიდან თქვენ ხართ მისთვის რესურსი, ქალი, რომელიც აძლევთ ენერგიას, ქალი, რომელიც აძლევთ მომავლის რწმენას, გადმოდგავს ახალი შემართებით, ახალი მიზნებით, როდესაც ჩამოყალიბდება თავის თავში, გადმოდგავს ნაბიჯს, ვინაიდან არ შეუძლია ადამიანის გარეშე, რომელიც მისთვის არის ყველაფერი, აი მზე ამოვიდა, არკანი მზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, სინათლის, ენერგიის წყარო, ასოცირდებით ყველაფერი ნათელთან, გადმოდგავს აუცილებლად ისეთ ადამიანთან ნაბიჯს, რომელიც მისთვის არის ძალიან პოზიტიური, ნათელ ენერგიებთან ასოცირებული, მისი ენერგიის წყარო, რა თქმა უნდა, როდესაც შემოაკლდება ეს ენერგია, გაანალიზებს ყველაფერს, ის აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯს. მოკლედ, ჩვენ დღევანდელი გაშლიდან გამოვიდა, რომ გიყურებთ ქალბატონი, რომელიც თქვენს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი და შესაძლოა მიმართებდეს რაღაც არაეკოლოგიურად სუფთა გზებს თქვენთან მიმართებაში, ბრძოლის ხერხად და ადამიანი, რომელიცაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონი ხართ და რომელიც აუცილებლად გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.